ძალიან კარგად მოქმედებს. მერე ხილი არ შეიძლება ჭამის შემდეგ რო ვიცით ჩვენ დესერტად დაყოლება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გაზების დაგროვება, ბუყბუყი მუცლის ნაწლავებში რევოლუცია. ამიტომ ესე იგი ან ჭამამდე უნდა მივირთვათ ხილი, ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ. იმიტომ რომ ხილი ადვილად მოინელება, ამ დროს სხვა რაც მივიღეთ საკვები მოსანელებელია და ეს უკვე მონელებული ხილი ყველპობას იწყებს ჩვენ ნაწლავებში, არა და გარეთ ჯერ ვერ გამოვა, იმიტომ რომ საცობივით არის სხვა საჭმელი. ამიტომ აუცილებელია რომ ხილი რატომღაც ჩვენთან მიღებულია რომ იგივე საზამთროა თან საზამთრო არის ძალიან ადვილად მოსანელებელი და წარმოიდგინეთ ბევრში შეიძლება ამან გამოიწვიოს შებერილობა და ნუ რა ვიცი უსიამოვნო შეგრძნებები. ეხლა მეორე ნაკრებსაც ჩაგაწერინებთ ყაბზობის საწინააღმდეგო. ესე იგი ხეჭრელის ქერქი 3 ნაწილი, ჭინჭარი 2 ნაწილი და ფარსმანდუკი 1 ნაწილი. ესეც 1 სუფრის კოვზი 200 მილილიტრ მდუღარეზე ან წინა იმაში როგორც თუ ცივწყალს ვასხავთ, მაშინ 1-5 წუთი უნდა ვადუღოთ. რადგან ქერქთან გვაქვს საქმე, მაინც ჯობია ვადუღოთ. და ნახევარი მჭიქა, ანუ 100 მილილიტრი აქაც ძილის წინ. რაოდენობები გაგვიმეორეთ, რაც შეიძლება. ესე იგი, მეტი ხეჭრელის ქერქი 3 ნაწილი. ნუ ავიღოთ გრამებში თუ გინდათ და მერე გავხოთ. თქვათ 1 ნაწილი 20 გრამს უდრიდეს, მაშინ 60 გრამი იქნება ხეჭრელის ქერქი, 40 ჭინჭარი, 20 ფარსმანდუკი. და მერე 1 სუფრის კოვზი ან 200 მილილიტრ დუღარეს ვასხავთ, უფრო სუსტი გამოვა და ნახარში უფრო ძლიერი იქნება. და 1 ნახევარი ჭიქა ძილის წინ. ეხლა მეტეორიზმის საწინააღმდეგო შეიძლება ადამიანს კარგი კუჭის მოქმედება ქონდეს, მაგრამ გაზები უგროვდებოდეს. მეტეორიზმი აწუხებდეს. ამ შემთხვევაში პიტნა 40 გრამი, კამის თესლები 20, კატაბალახას ფესვები 20. აურიოთ ერთმანეთში და იგივე დამზადების წესია 1 სუფრის კოვზი 200 მილილიტრზე. ეს რამდენი უნდა დაილიოს? ეს უნდა დაილიოს დილას და საღამოს 100 გრამი. თბილი. ჭამის შემდეგ. ეხლა შარდის ბუშტის ანთებისთვის. ეგ მოდით ხვალე მისავქნათ თირკმლის შარდსასქესო სისტემაზე ხვალე ვილაპარაკოთ. ეხლა გუშინ ფიტოთერაპია პედიატრიაშიო, ეგეთი
კითხვა იყო, ხო? დიახ, მაგაზე შევთანხმდით, კი ბატონო. ხო. მოკლედ ეხლა მე ჩაგაწერინებთ იმ სცენარებს თავიანთი მოქმედებებით, რომელიც პედიატრიაში ერთი წამით რა მე ზოგადად რაღაცას დავბიდი, ერთი